კვლავ საქართველო 10-13 ივნის კონსერვატორიის დიდი დარბაზი თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს. მოცარტის, ბეთჰოვენისა და შოპენის, ასევე სხვა ლეგენდარული კომპოზიტორების ნაწარმოებებს ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან ერთად უცხოეთიდან მოწვეული ხელოვანებით შეასრულებენ. ამირეჯიბის სახელობის ფესტივალი წელს მეოთხედ იმართება. ამჯერად ის კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით პროექტ ჩექინ ჯორჯიას ფარგლებში ტარდება. ფესტივალის პროგრამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია დღეს კულტურის სამინისტროში გაიმართა. ეს ფესტივალი ატარებს საოცარი მუსიკოსის გიზი ამირეჯიბის სახელს, რომლის პიანიზმიც არის ალბათ განსაკუთრებელია, მან აღზარდა უდიდესი თაობები. მე მგონია, რომ ეს ფესტივალი ნამდვილად ღირსეულად ატარებს გიზი ამირეჯიბის სახელს და უსურვებს წარმატებას. წელს რა თქმა უნდა სრულიად განსაკუთრებულია იმით, რომ იტალიის ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსთან დავიწყეთ თანამშრომლობა, რაც გულისხმობს ამ კონკურსზე სპეციალური პრიზის დაწესება საქართველოს სახელით და მათი გამარჯვებულების ჩამოყვანას ამირეჯიბის სახელობის ფესტივალის ფარგლებში.